მოგესალმებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი. პირველი საქმე ახმეტის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ერთი მოქალაქე. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირის დახმარებით ახმეტის რაიონის სოფელ კასრის წყალში საკარანტინე სივრცის მოსაწყობად 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3000 ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის პირველი ნაწილით და 25-328 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.